ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa, სივრცე, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებ ჩვენს გამოცდილებას. ასე რომ, თუ ინგლისურ ენას სწავლობ ან ასწავლი, უნდა დარჩე ჩვენთან ერთად და ბოლომდე უყურო ამ ვიდეოს. დღეს ჩემი სტუმარი არის ნატო კახაძე, International House-ის ინგლისური ენის მასწავლებელი, კოორდინატორი და მასწავლებლების ტრენერი. ნატო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დღეს აქ მოხვედი და დრო გამონახე. მადლობა შენ. ძალიან მიხარია ეს წამოწყება, ძალიან გამეხარდა პირველი პოდკასტი რომ ვნახე და ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და დროული იყო. იმიტომ რომ არ იყო ჩვენ სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში ესეთი არაფერი. ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობა შენ რომ. მადლობა რომ მიყურებ. მომეცი საშუალება რომ მოსულიყავი შენთან სტუმრად. ნატო, მოდი დავიწყოთ თავიდან. როდის მივხვდი რომ ინგლისური ენის სწავლება მოგწონდა? ეს მოხდა, ფიქრობ, როდესაც გავაკეთე CELTA-ს ტრენინგი საერთაშორისო სახლში International House-ში 2007 წელს. ანუ მანამდე მქონდა პაუზა, მან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, პედაგოგიკის ფაკულტეტი ინგლისური ენის. და მე მქონდა წელიწად ნახევრიანი პაუზა. მაგ დროს არ ასწავლიდი. მაგ დროს მხოლოდ კერძო პრაქტიკა მქონდა. და ნუ მაგ პროცესში რა თქმა უნდა კი ვხვდებოდი რომ კი ეს იყო რაც ზოგადად ანუ ინგლისურთან შეხება იქნება თვითონ ენით ვიყავი და ძალიან დაინტერესებული სკოლის პერიოდში და ნუ მაშინ არ იყო ეხლა რაღაც ესეთი პოპულარული ეს ცენტრები კი არსებობდა მაშინ International House-ი ალბათ ერთი მხოლოდ და მე შეიძლება რაღაცა პატარ-პატარა მაგრამ ყველაზე დიდი ალბათ International House-ი მაშინ, მაგრამ რატომღაც შემშობლებს შეიძლება არ ქონდოთ ინფორმაცია ამის შესახებ, არ ვიცი, მოკლედ კერძოდ ვამზადებოდი და თვითონ ენა ძალიან შემიყვარდა, ნუ ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც მასწავლიდა, ვფიქრობ, რომ მისი დამსახურებაა, რომ ეს ენა ვინც კერძოდ გასწავლიდა. ვინც კერძოდ მასწავლიდა. და ნუ მე გადავწყვიტე რომ უნივერსიტეტში მესწავლა ინგლისური და ჩამბარებია პედაგოგიურ ფაკულტეტზე და მე პრაქტიკები მქონდა 59 სკოლაში, სადაც ვერ ვიტყვი ხარ რომ რაღაცა იქ მოხდა ჩემი ესე რომ ვთქვათ მოწამლა როგორც იცი პროფესიით. მე მქონდა ხო გეგმები წელიწად ნახევრიანი პაუზა რა, ანუ ესე კერძო პრაქტიკა და ვიცოდი რომ სკოლაში არ მინდოდა მუშაობა, ეს ნამდვილად ვიცოდი. ცოტა მეშინოდა ალბათ რაღაცა ბავშვებთან, ალბათ არ ვიყავი მზად იმ რაღაცა მეთოდოლოგიით თუ ანუ ხო არ ვიყავი ალბათ რაღაცა მომზადებული იმისთვის რომ რაღაცა ბავშვებთან შევსულიყავი და მე მართლა ეს გაკვეთილები და მე ხო რაღაცა უფრო ეს ინდივიდუალური პრაქტიკა უფრო ჩემთვის კომფორტული იყო იმ ეტაპზე, იმიტომ რომ კიდევ იმერო ენაში ხო ენა ვიცოდი ვისწავლე რაღაცა ეს პედაგოგიური ფაკულტეტი დავამთავრე, კი მქონდა რაღაცა მეთოდოლოგია, ვისწავლე რა თქმა უნდა რაღაცა პრაქტიკა, მაგრამ არ იყო ის საკმარისი, იმიტომ რომ რაღაცა მგონი 40 წუთიანი გაკვეთილი ჩავატარე ერთხელ და დამთავრდა და ალბათ გრძნობდი რომ ეს საკმარისი არ იყო. და სადღაც წელიწად ხო ანუ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემმა მეგობარმა გვანცა უზნაძემ მითხრა CELTA-ს შესახებ და მირჩია რომ გამეკეთებია ეს ტრენინგი, ძალიან დაგეხმარებაო რომ რაღაცა ეს ზუსტად ის რაც მაწუხებდა რომ არ ვიყავი მზად ამისთვის შეგევსო ხო რაღაცა ხო ეს და გავაკეთე და ვფიქრობ რომ აი ბოლო გაკვეთილი რომ ჩავატარე კურსის ბოლოს ეს გაკვეთილი რომელსაც ვატარებთ არ არის როგორ ვთქვათ არ არის ეს გაკვეთილი არ არის შეფასებული ხო შეფასების გარეშე გაქვს ეს გაკვეთილი და ეთყობა ძალიან მომეშვა მაშინ რაღაცა რილექსი ხო და მახსოვს მე და ჩემმა ტრენერმა კეითლინ ერთად დავგეგმეთ მე მგონი კეითის გვარი არასწორად თქვი ხო მოკლედ ჩემმა და ჩემმა ტრენერმა დავგეგმეთ ერთად რომ ამ ბოლო გაკვეთილზე გავაკეთებდი სიმღერა იქნებოდა გაკვეთილზე გამოყენებული და შესაბამისად რაღაცა სიტყვებს და ფრაზებს ვასწავლიდით ამ სიმღერის ტექსტის მიხედვით და აი მაგ გაკვეთილზე მივხვდი რომ მომეწონა უკვე ხო მაგ გაკვეთილზე მივხვდი რომ ხო ეს ის იყო რაც მინდოდა ხო და ეს მივიღე რაც მინდოდა ამ კურსიდან და ნუ მას შემდეგ სულ ესე გრძელდება და ამის საშუალებას ვფიქრობ International House-ი მაძლევდა, იმიტომ რომ
ყოველწლიურად მთავაზობდა პროფესიულად განვითარება, ან პროფესიულად განვითარება, ყოველწლიურად თითქმის აი დელტამდე ყოველ წელს მქონდა ეს პროფესიული განვითარების საშუალება და ტრენინგების გაკეთების საშუალება და გარდა მაგისა თვითონ გარემოში, სამასწავლებლოში სულ ხდებოდა გაზიარება, მასწავლებლები ძალიან ასე თანამშრომლობენ ერთმანეთთან, შეკრული გუნდია ალბათ ხო ეს და მოკლედ ხდებოდა ეს გაზიარება და ხდებოდი რომ ეს ყოველ წელს უფრო მეტად ემაზონდებოდი იმაში რომ ეს ის არის რაც და შენ როგორც ახსენე უკვე 17 წელია მანდ ხარ. ესე იგი ეს როგორ მოხდა? სოლტა დაასრულე, სერტიფიკატი აიღე და შემოგთავაზეს ალბათ დარჩენა. კი. ირაკლი თოფურიამ International House-ის დირექტორმა შემომთავაზა რომ დარჩენილიყავი. ანუ იმ კურსიდან ეს იყო რამდენიმე შესწავლაზე ეს შენი კურსი. მე და ერთ ჩემ კოლეგას კი ორ ადამიანს შემოგთავაზეს დარჩენა და ეგ დღეს არ დამავიწყდება. რაცა ეს შემოთავაზება მიიღე. აი მართლა არ ვიცი ალბათ ის რო ეს მაქვს ესეთი აქტივობა მაქვს პირველ დღეს რომელსაც ვიყენებ ხოლმე სტუდენტებთან ჯგუფში როცა მეცადინეობთ ხო ადალტებთან თინეიჯერებთანაც ვიყენებ ხოლმე და იქ გვაქვს ესეთი აქტივობა რომ შენ ჩემ თავზე რაღაცა მნიშვნელოვანი თარიღები მნიშვნელოვანი სახელები და რაღაცა რატომ დაწერა ეს თარიღები და იქ ერთ-ერთი არის ეს თარიღი. ხო ეს 2007 წელი ივლისი როცა შემოთავაზება მივიღე ხო. ზუსტად გახსოვს რა თქმა კი რომ დავიწყე მუშაობა ხო როცა მივიღე შემოთავაზება International House-ში ძალიან დავფიქრებლად დათანხმდი თუ კი მაშინ კი სიხარულით ან დარწმუნებული იყავი კი ანუ ხო თქვი რომ ხო სექტემბერ ანუ არ მუშაობდი მაშინ თან და სამსახური არ მქონდა და ხო იაიყავი შემოთავაზება კი და თან რა ვიცი ფიქრობდი რომ ეს ადგილი იყო სადაც უნდა მუშაობ და სადაც განვითარდებოდი მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კი გუშინ უსმენდი ერთ-ერთ პოდკასტში პროფესიებზე და ხო ან სამსახურის გარემოზე და პოდკასტის სტუმარი ამბობდა რომ ანდრო დგებუაძე ნაცნობის ხო ანდრე დგებუაძე ამბობდა რომ თუ გზნობო რომ იმ გარემოში სადაც მუშაობ განვითარების პერსპექტივა გაქვს აუცილებლად ბედნიერი იქნები ამითი და მოგინდება ყოველთვის დარჩენა რაც არ უნდა რაღაცა სხვა რაღაცები გაწუხებდეს ლოკაცია იქნება ეს კოლეგები თუ ანაზღაურება თუ ასე შემდეგ და ხო აი ვიცოდი რომ ხო ვეთანხმები მაგას და ვიცოდი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმიტომ რომ ფიქრობ რომ მასწავლებლისთვის ან ალბათ ყველა პროფესიაში მაგრამ მასწავლებლისთვის განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონდეს ამისი საშუალება კი და რაღაცნაირად გონია რომ ეს შენ საკუთარ თავზე დაფიქრება ხო აი ეს ვისწავლე ცელტაზე ხო რავი მე ცელტაზე ვისწავლე რომ self reflection-ი ხო reflection-ი არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვათ დაკვირვება არა დაკვირვება გაცნობიერება ხო გაცნობიერება შენი რაღაცა თვითგაცნობიერება შენი შეცდომების შენი ჩატარებული გაკვეთილის და ასე შემდეგ ფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანუ სულ ფიქრობ ხოლმე რომ მარტო პროფესიაში კი არ გეხმარება ხო ზოგადად ხო ყველა როლში რაც გაქვს ხო ეგრეა ყველა მიმართულებით ხო ყველა მიმართულებით ხო აი რა არ არის ესეთი ჩაკეტილი ხო რაღაცებს იყენებ ხო სხვა კი პირად ურთიერთობებში თუნდაც კი აი მაგას ვამბობ რა ძალიან გეხმარება ამიტომ ეგ მასწავლებლისთვის ხო ყოველთვის უნდა კონდეს ეს self reflection-ი ანუ საკუთარი თავზე თვითგაცნობიერება ხო ეს ძალიან ეხმარება მე ვფიქრობ ძალიან ეხმარება მასწავლებლებს კიდე სხვა რაღაცაებში და თავისი პროფესიისა და ახლა მით უმეტეს სენჩი შენ აღნიშნე მასწავლებლებთან გაქვს მუდმივი კონტაქტი ამდენ უცხო ადამიანთან რა გასწავლა ენის სენჩი მუშაობამ რა გასწავლა ადამიანებს ზოგადად როგორც ვაკვირდები მე ძალიან მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა ესეთი ანუ ხა რა ვიცი ექსტრავერტი ხარ ანუ კი ესე ვიტყოდი კი და ძალიან ანუ არასდროს არ მიჭირდა სიმართლე გითხრათ ჩემი კონტაქტში შესვლა ხო კონტაქტში შესვლა ჩემი ემოციების გამოხატვაც და
ცენტრში ალბათ ეგ ვისწავლე და უფრო მეტი საშუალება გაქვს, მე მგონი, რომ გამოხატო რაღაცა შენი ემოციაც, მიიტანო შენ სტუდენტებამდე, შენ კოლეგებამდე. ფიქრობ, აი თუ შევადარებთ რაღაცა საჯარო სკოლას ან უნივერსიტეტს, შეიძლება ვწდები, არ ვიცი, იმიტომ რომ არასდროს არ მიმუშავია, მაგრამ აი ესე გარედან დანახული ხო რაღაცა რასაც ვაკვირდები, ფიქრობ, რომ უფრო თავისუფალ გარემოში გიწევს ამ თვალსაზრისით მუშაობა. იმიტომ რომ მოტივაციაც, ანუ სტუდენტებიც უფრო თითქოს თავისუფლად მოდიან, არა აქვთ რაღაცა ბევრი შეზღუდვები. გააზრებული და შეზღუდვებიც არა აქვთ, იმდენი რამდენიც ალბათ უნივერსიტეტში და სკოლაში აქვთ, ხო, რაღაცა იქ უფრო გრძნობენ რაღაც ჩარჩოებს, მიდიან ჩარჩოებში არიან და ეგ ძალიან მომწონს. ხო, ენის ცენტრში მუშაობის უპირატესობა ვფიქრობ, ჩემთვის ხო, ეს მნიშვნელოვანია, კი. იცი რა არის, კარგი მასწავლებელი ჩვენ ვიცით ახლა შიგნით რა ხდება ჩვენ სფეროში, მაგრამ შენი აზრით რა არის ის, რასაც გარედან ვერ ხედავენ სხვა ადამიანები ჩვენს პროფესიაზე? ჩვენ კი ვიცით, მაგრამ მოდი დავანახოთ, აი რას ვერ ხედავენ სხვები? ვფიქრობ, დროს გაკვეთილამდე, იმ დაგეგმვის პროცესს გაკვეთილამდე როგორ მუშაობთ ანუ ჩვენი შიდა სამზარეულო? არა მარტო, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად გეგმავთ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება გაზიარება ჩემ კოლეგებთან. ძალიან მიყვარს ეგ, აი რაღაცას რომ დავგეგმავ და მე ამას უზიარებ, თან პირიქით, აი გაკვეთილის შემდეგ გაზიარებას და ამას ვერ ხედავენ. გარდა მაგისა, ალბათ აი ამ ტრეინინგების შედეგად, ხო, თქვა CELT-ის, DELT-ის ან კიდე სხვა ტრეინინგები, რასაც ვაკეთებთ, ხო? ჩვენ ხა IH-ის ტრეინინგები გვაქვს გავლილი, მე მაგალითად იქ მუშაობის პერიოდში ბიზნეს ინგლისურის ტრეინინგი, ასევე მეთოდოლოგიის, advanced მეთოდოლოგიის ტრეინინგი. აი ამ ტრეინინგებიდან მიღებული თეორია, რომელსაც ჩვენ მე პრაქტიკას უკავშირებთ, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებულ დაგეგმილ გაკვეთილს მე ვფიქრობ, რომ გრძნობენ ისინი ამას, იმიტომ რომ როდესაც ხვდებიან გაკვეთილის, ყოველთვის გრძნობ, მე მგონი ყველა მასწავლებელი გრძნობს ამას თავისი სტუდენტებისგან, რომ თითოეული ნაბიჯი ხო, ეტაპი გაკვეთილის, ან თითოეულ ამ stage-ს სად მიყავს, ხო, სტუდენტი, ხო? რასთან უნდა მივიდეს, ვთქვათ. საბოლოო მიზანი უნდა განსაზღვრო და მიხვიდე ამ ეტაპზე. თუ შენ გრძნობ, რომ შენი სტუდენტები აი აქ არიან და ამაში მოყვებიან, ვფიქრობ, რომ გაკვეთილი წარმატებულია და შესაბამისად სტუდენტებიც ამ შექმნებით არიან და მიზანს მიღწეული, ხო? ხო. უბრალოდ ამას ვერ ხედავენ, ვფიქრობ, აი შენაც რა კითხვას დამისვი, ხა რა თქმა უნდა, ამას ვერ ხედავენ მანამდე როგორ ხო, მაგრამ ხედავენ გაკვეთილის მსვლელობაში პრინციპში. ალბათ ხვდებიან, რომ მამაში არის ჩადებული რაღაც რესურსი, მაგრამ ზუსტად რა ამას ალბათ ვერ ხვდებიან, კი, ნამდვილად. მოდი CELT-ას დაუბრუნდეთ, CELT-ას და DELT-ას. რა სიტყვოდი, რა არის ყველაზე დიდი მითი, ესე ვთქვათ, teacher training-ზე? ეხლა მეც მახსენდება ესეთი მითი, რომ ხო, არის ეგ მიგრძნია კიდევაც ალბათ ჩემი კოლეგებისგან, რომ მე რაღაცა გამოცდილება მაქვს და ვთქვათ, ამოვწურე ჩემი ხო რესურსი კი არა და ხო ის რაც უნდა მივიღე უკვე და მივიღე და ეხლა შემიძლია დავჩერდე. არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში ესე, იცი რა, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ალბათ ეს გარდა პროფესიული, ანუ აი რაღაცა დამოკიდებულებისა, მე ვფიქრობ, პიროვნული დამოკიდებულებაც შეიძლება იყოს. ანუ შენ თუ ყოველთვის მზად ხარ და რაღაცა სურვილი გაქვს იმისი, რომ ხო განვითარდე და აი ეს წეგან რა ვსქვით, რაღაცა თვითშეფასებით ხარ ყოველთვის და ყველა გაკვეთილის შემდეგ და ყველა შენი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ და ტრეინინგის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ მოთხოვნილება მე სულ გაქვს, მაინც გაქვს. რომ მიიღო ახალი მით უმეტეს რომ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს სფერო არასდროს არ ჩერდება, ისევე როგორც სხვა სფეროები და რა ვიცი, ყოველდღიურად რაღაც ახალი ემატება. და ეხა აი ამ თემასთან დავაკავშირე და მინდა რომ ხაზი გავუსვა კიდე ერთ რაღაცას, რომ ისიც მსმენია და შესაძლებელია გარკვეული კატეგორიის არა გარკვეული ადამიანებისთვის, მასწავლებლებისთვის, ამ შემთხვევაში ჩემი კოლეგებისთვის ასეც ხდება, რასაც აბსოლუტურად ანუ მიმღებლობა მაგისი, მაგრამ ფიქრობ, რომ აი ხო რას ფიქრობ, ანუ რას ფიქრობენ ისინი.
როგორი დამოკიდებულებებით არიან ამის მიმართ, რომ რაც უფრო მეტი ტრენინგი გაქვს გავლილი, რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, შენთვის უფრო მარტივი და უფრო დროში სწრაფად დასაგეგმი, ხდება ყველა. შეგიძლია სწრაფად დაგეგმო გაკვეთილი, ვთქვათ, ეხლა მე. კი, ეს ხდება, რა თქმა უნდა, ეს მექანიკურად მოდის, მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რომ დროის თვალსაზრისით ეხლა რო შევატარო სელტა რო დავამთავრო, ვთქვათ, 2 წლის მერე რა დროს უთმობდი გაკვეთილის დაგეგმოს, არანაკლებ დროს უთმობ ახლა. ხო, აი, რა ვიცი, შემთხვევით ესია, ეხლა არ ვიცი, შეიძლება ალბათ მე იმას ვამბობ, რომ კი გვეხმარება, მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ გვეხმარება ეს ყოფილი, გვეხმარება, მაგრამ თუ ხარ ეს რაღაც თვითშეფასებით ყოველთვის განწყობთ, ხო, კრიტიკით და ხო, თვითკრიტიკული, მგონია, რომ მაინც არ შემცირდება ეს რომ რჩება ფაქტიურად იგივე. კი, აი ამის თქმა მინდოდა ზუსტად. მაგრამ იცი რატო მე ვფიქრობ, დრო იმიტომ არ შემცირდა, რომ ისევ და ისევ იმდენად მეტი სიახლეა, რომ იმ ძველ მასალებს და იმას ვერ გამოიყენებს ახლა, ვეღარ დაინტერესებს. ზუსტად, აი თუნდაც ახლა კოვიდის დროს ყველაზე მეტი PowerPoint-ი მაქვს შექმნილი ონლაინში რო გადავედით, მანამდეც ვიყენებდით PowerPoint-ებს გაკვეთილზე, მაგრამ მე ახლა უკვე ეს ონლაინ პლატფორმები რო დაემატა და ასე შემდეგ, ისინი ჩავრთეთ ამ PowerPoint-ებში და სლაიდებს გულისხმობ, ხო? ხო და ეხლა რო ხსნი ხოლმე, ვთქვათ, აი რაღაცა გაკვეთილი მაქვს, ისე course-book-იდან მოდიფიცირების გარეშე ვერ გამოიყენებ, ხო? ვერასოდეს, ხო, ვერ ვიყენებ. აი თუნდაც იმ აქტივობას ეხლა წეგან რასაც ვიწახდი, ხო? დეითების რაღაცა მინდა ხოლმე რომ განვაახლო ის სლაიდი. მაგალითად სურათები დავამატო, ან რაღაცა შევცვალო, რა თქმა უნდა, ხა ცვლილებებიც ხო ხდება ცხოვრებისეული და ესე ამის დამატებაც გინდა და ასევე მოსწავლეების მოთხოვნილებებიდან იზრდება ხო რაღაც სხვა მოლოდინები აქვს კი იზრდება და იცვლება და გიწევს ასაკთან ერთად სხვა თაობა მოდის. ასე რომ მგონია რომ ეს ისეთი პროფესიაა რომ აუცილებლად მოითხოვს მუდმივ პროფესიულ ზრდას და დაცვლილებას კი. ეცი რა მაინტერესებს სელტა რომ დაასრულე უკვე სამსახური ქონდა, მუშაობდი, როგორც თქვი, მაყოფილიყავი, რამ გადაგაწყვეტინა დელტას გაკეთება. და მოდი, იცი, ავხსნათ კიდევაც რა არის სელტა და დელტა, იმიტომ რომ მეც ბევრი მასწავლებელი მწერს ხოლმე, როგორ განავითარო საკუთარი თავი და ძალიან მიხარია ეს მესიჯები რომ შემომდის, როცა მეკითხებიან, აი რა შეიძლება გავაკეთო, რომ უფრო განვითარდე, უფრო თავდაჯერებული ვიყო და მე ვურჩევ ხოლმე სელტას აუცილებლად. და აი ვინც არ იცის და სხვათა შორის არ იცის, ბევრმა. მოდი ვთქვათ, სელტა რა არის კონკრეტულად და გადავიდე დელტაზე და შენ რატომ გადაწყვეტე დელტას გაკეთება? ხო. სელტა არის მასწავლებელთა ტრენინგი, კემბრიჯის ტრენინგი, დასრულებისთვის ამზადებს მასწავლებლებს. მასწავლებლებს რომელსაც აქვთ ან შეიძლება არც გქონდეთ გამოცდილება, არ არის აუცილებელი, კი, არის მოთხოვნა. არც დიპლომი არ არის საჭირო, საჭირო არის ენის ცოდნა. ენის ცოდნა. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ გაქვს გამოცდილება, ჯობია. უკეთესია. ოღონდ არ ვიცი, მანდ ეს არის ცოტა controversial. ხო, საპირისპირო აზრებია, ხო? საპირისპირო აზრებია. მეც გამიგია. ტრენერებისგან ახლა მე სელტას ტრენერი არ ვარ და მაგიტო ესე შეიძლება ვერ შევაფასო. ჯობია რომ თქვა ვინც სელტას ტრენერია, მათ შეაფასო როგორ არის, მეც გამიგია ჩვენი ტრენერებისგან, მაგალითად, ახლა ჩემი კოლეგა სელტა ტრენერებისგან რაც გამიგია და ჩემივე ტრენერებისგან არის ის რომ მათ ვრჩევნიათ ხოლმე. რომ არ ქონდეთ გამოცდილება, მეც გამიგია. სხვათა შორის, მეც რომ მახსენდება ახლა ჩემი მაშინდელი ტრენერი, ან ჩემი ჯგუფელები ვინც იყვნენ სელტის დროს უფრო უჭირდათ, აი მათ ვისაც თქვა 10 წლიანი ან 15 წლიანი გამოცდილება ქონდათ და თქვა უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ, უფრო უჭირდათ ამ მეთოდოლოგიას. და ზუსტად ვიცი რატომ? იმიტომ რომ მეც თავიდან რაღაც მხრივ მქონდა ეს განცდა, რაღაცა ის სხვანაირად არიან მიჩვეულები აბსოლუტურად და მე ამოყირავება ხდება. ალბათ რაღაცა რწმენებიც სხვანაირი გაქვს, რაღაცა სხვა რწმენებით მიდიხარ და მაშინ ადრე სხვანაირად იყო ეს გაკვეთილები. და გჭირდება მთლიანად პერსპექტივის შეცვლა და ამ გაკვეთილის სრულებით გადაწყობა. და მაგიტომ მე მგონი, ხო, შეიძლება კარგი არ იყოს. ხო, ესე ახალი ფურცლიდან დაწყება უფრო ადვილია ხოლმე.
ხო, ჩემთვის ხო არ იყო ესეთი რთული, იმიტომ რომ მაგრამ გამოცდილება იცი ჩემი რითი გამომადგა რომ უკვე მქონდა დიდი ხნის გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის და ძალიან ჯგუფის. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მახსოვს ახლა პირველ გაკვეთილზე რომ შევედი ჯგუფთან არასოდეს ანუ ხო გეუბნები 54-ში რომ ჩავატარე ის რაღაც 40 წუთი მეტი გაკვეთილი ესე ჯგუფთან არ მქონდა ჩატარებული. მაგრამ მქონდა one-to-one-ები რაც პრინციპში ხო მაინც შეიძლება ვერ დაგეხმაროს. ისე ვერ დაგეხმაროს და ხო რთული იყო რა თქმა უნდა და მაგ მხრივ ხო ვფიქრობ რომ გამოცდილება ძალიან გეხმარება, იმიტომ რომ ნაკლები სტრესი გაქვს მაგ მხრივ და ახლა ზოგადად თვითონ ტრენინგი საკმაოდ სტრესულია იმ თვალსაზრისით რომ შრომატევადია და ძალიან ინტენსიურია და ფაქტურად მთელი დღე და ღამე უთმობ ამაზე ერთი თვე თავიდან თვე უნდა ხო გადადებული გაქვს ამისთვის. ეს არის ესეთი პრაქტიკული კურსი, რომელიც მასწავლებლებს ანუ აძლევს საშუალებას ისწავლონ პროცესში დაგეგმა გაკვეთილის, სწორი ეტაპებად დაყოფა გაკვეთილის და ამ გაკვეთილის მერე წარმატებით ჩატარება, რომელსაც აფასებენ პროფესიონალი ტრენერები, რომლებიც კემბრიჯის მიერ არიან ასოცირებულები, ხო? კი, ასოცირებულები. ხო, ეს არის პირველი ეტაპი. ეს არის სელტა. ეს არის სელტა, ერთთვიანი. ხო, რომელსაც ხო მე ასაინმენტებს წერ, ანუ დასაწერი გაქვს თემები, გაკვეთილების რაღაცა რაოდენობა გაქვს შესატარებელი, რომელიც შეფასდება. ამ შეფასების შედეგად იღებს უკვე სერტიფიკატს. და ამ სერტიფიკატით შეგიძლია ფაქტიურად ყველგან ასწავლო. თელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. კი, მე როგორც ვიცი, საქართველოში, ხო, თელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში და საქართველოში მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრი უნივერსიტეტი ითხოვს უკვე. კერძო სკოლა, საჯარო სკოლებზე არ ვარ არა, საჯარო არა. ალბათ კერძოები ითხოვენ. კერძო სკოლები და უნივერსიტეტები ოფიციალურად ხო, ანუ ითხოვენ ანუ უპირატესობას ანიჭებენ ესე ვთქვათ. კი, ამ ტრენინგს. და მე რა მოხდა დაამთავრე და დელტა რატომ გადაწყვეტე რომ გაგეკეთებინე? სიმართლე გითხრა, ხო აი სელტაკს კურსი რომ თავდება, მე როგორც მახსოვს, ალბათ შენც გემახსოვრება, ბოლო სესიაზე გვეუბნებიან კი დელტას მნიშვნელობა. რა იქნება შემდეგი ეტაპი, ხო? და შემდეგი ეტაპი ესე რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ შეიძლება და ყოფილიყო დელტა. ახსნათ რა არის დელტა, ახლა რას მოიცავს? დელტა არის ასევე კემბრიჯის ტრენინგი დიპლომი ხო უკვე ხანგრძლივია ხო დიპლომი რომელიც 3 მოდულისგან შედგება. პირველი მოდული არის თეორიული მოდული ნაწილი რომელიც ფასდება გამოცდით წერტ გამოცდას რაც დასრულდა. 3 საათი გრძელდება ეს გამოცდა. რა თქმა უნდა გაქვს მოსამზადებელი კურსი ამისთვისაც. ეს მოსამზადებელი კურსი part-time კურსი შეგვიძლია, ანუ გააჩნია ცენტრებს, ხო, ზოგან full-time არის და ზოგან ხო, როგორი ირჩევა, ანუ შეგვიძლია აირჩიო. ხო, ახლა ეს უკვე ესეთ დეტალებია, ანუ პირველი კურსი არის ეს, პირველი ნაწილი ეს მოდული არის თეორიული, გამოცდით ფასდება, 3 საათიანი გამოცდა გაქვს, წერილობითი გამოცდა. შემდეგი მოდული არის პრაქტიკული მოდული, აი სელტა ფაქტიურად ოღონდ ეს ანუ დელტას module 2 მეორე მოდული არის ხანგრძლივობით უფრო ხანგრძლივი ვიდრე სელტა ინტენსივობით ისეთივე ინტენსივი ან ყოველ დღე უნდა ესეც ხო თუ აკეთებ ინტენსივს თუ part-time თუ მაშინ ესეც იწელება ხო ესეც იწელება და აქაც ესე გაკვეთილებს ატარებ გესწრებიან გაფასებენ ესაინმენტებს წერ უბრალოდ ეხა რითი განსხვავდება დელტა სელტისგან დელტაში ჩადიხარ უფრო მეტ სიღრმეებში კი და პლუს დელტა სელტას გარეშე ვერ გააკეთებ არა დელტა სელტას გარეშე ვერ გააკეთებ კი ეს მოთხოვნაა კი და ფიქრობ რომ არ ვიცი დელტა module 2 იყო მართლა რაღაცა ჩემთვის ძალიან ფასეული კურსი აი ძალიან და ძალიან მადლიერი ვარ International Houses, იმიტომ რომ მომცა საშუალება რომ აქ გამეკეთებია. თბილისში გავაკეთე, ხო. და იმ დროს ვაპარაკობდი ზუსტად მე და ჩემი კოლეგები, რამ ესეც, ანუ რა თქმა უნდა ისიც კარგია რომ მიდიხარ და სხვაგან აკეთებ და რაღაცა მოგზაურობის ისიც კარგია საშუალება, მაგრამ აქ გაკეთებამ ძალიან ის იყო ჩემთვის ნაკლებად სტრესული იყო ჩემივე ცენტრში გავაკეთე და ძალიან ის იყო ჩემთვის ხო ხელსაყრელი იყო ძალიან
ეხლა მე რატომ მომინდა ხო ვიცოდი რომ დელტა ანუ იყო შემდეგი ეტაპი, მაგრამ სიმართლე რო გითხრა, ზოგადად ბუნებით არა ვარ რაღაცა ესეთი. როგორ რა ვთქვა. ცოტა შიშა რა არა, მაგრამ აი ჩემი ინიციატივით ნაკლებად მინდა ხოლმე რაღაცა მაღალ არა ვარ რაღაც ესეთი ამბიციური არ ვიცი, ხა ქართულად ხო ცოტა ამბიციურობა ცოტა ისე სხვანაირად ჟღერს ხო. ესე მოგიწია, ასე მოხდა. კი, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ აი სასწავლო ნაწილი ვინც იყო International House-ის მაშინ ეს იყო 2013 წლიდან დავიწყე მზადება. აჰა, ნელა. დელტისთვის ხო რაღაცა შემომთავაზა, რომ ხო არ ფიქრობ, რომ გააკეთო. და ჯგუფიც გაიხსნა, ალბათ, მაგრამ ანუ მოძიულ თუ 2016-ში გავაკეთე, მე მგონი თუ არ ვწდები, 2016-17-ში. 15-ში დავიწყე მოძიულ 1-ით. აჰა, ოკეი. მოძიულ 1-ის preparation course-ი გაიხსნა. ანუ რამოდენიმე ჩვენ მასწავლებელს შემოგთავაზა. ნიკაილი იყო მაშინ. ტრენერი სტადის და ტრენერი და მანანა ხვიჩია. და მოკეთ მანანამ და ნიკმა შემოგთავაზეს, რომ მოძიულ 1 უნდა დაიწყოთ, აუცილებლად გჭირდებათ. ანუ ეს არის ძალიან საჭირო და ესეთი კურსი და ვფიქრობ, რომ თქვენ მზად ხართ ამისთვის და ცოტა მეშინოდა, მაგრამ სექსელტიდან კი პრინციპში იყო. მაშინ ის როგორ იყო? რაღაც მოთხოვნაც იყო, როგორც მახსოვს, მე მგონი არ ვწდები 4-5 წელი. კი, რაღაც პერიოდი კი. ხო, რაღაცა უნდა ყოფილიყო. ახლა შემცირდა. ახლა 2 წელიწად შეგეძლია, მე მგონი გააკეთო. ხო, ეს მე მგონი ეგ მოთხოვნა თუ სწორად მახსოვს, იყო ის, რომ სელტას მერე უნდა გემუშავა და ეს გამოცდილება უნდა დაგეგმო. მე ვფიქრობ, რომ ეხანდელი გამოსახედიდან ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ დროს მომიწია გაკეთება. იმიტომ რომ ხო აი მართლა ვიყავი მზად იმისთვის რომ უფრო მეტ სიღრმეებში ჩავსულიყავი გაკვეთილის დაგეგმვის დროს. აი მოძიულ თუ არის ეს რომ მაგალითად სელტის დროს თუ ფიქრობ რა შეიძლება იყოს anticipated problems, ანუ მოსალოდნელი პრობლემები გაკვეთილზე რა შეიძლება რომ წარმოიქმნას და გაქვს ეს თქვა ორი რაღაცა კომპონენტი დელტის დროს ბევრი გაქვს. გაქვს ბევრი და უნდა დაასაბუთო და რაღაცა solution-ები უნდა ჩამოწერო და გარდა მაგისა აი თვითონ აქტივობაზე წერ ძალიან ბევრ განმარტებას ვაი რატომ აკეთებ ხო და რას მოგიტანს, რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რას მეცე ყურადღებას, ან რა შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას გაკვეთილზე და ასე შემდეგ. და მე არის უკვე module 3, ეს არის assignment-ი. ირჩევ ანუ ერთ-ერთ თემას ირჩევ და იმ თემაზე წერ ფაქტიურად ნაშრომს ხო? კი. და მაგისთვისაც გაქვს კონკრეტული დრო? პერიოდი და ხო ამ ნაშრომს აგზავნი კემბრიჯში და ხო, მე ეს აქ არ მოწდება, ეს უკვე კემბრიჯში. ეს კემბრიჯში. და იქიდან ჩამოდის სერტიფიკატი. ანუ სელტაზეს და დელტაზეც გაკვეთილზეც, ანუ დელტაზე აი ბოლო გაკვეთილს რო ატარებ, მეხუთე გაკვეთილია ის მოწმდება ჩამოსული ექსპერტის ტრენერის მიერ, ხო? არ უნდა გიცნობდეს ისეთ. მე მახსოვს მე რო ვაკეთებდი დელტას, KT არ ჩამოიყვანეს. რა ხან შენ გიცნობ დელტას ტრენერი. იმიტომ რომ მე მიცნობდა. და სხვა ეს ხო ეს რო გაიგეს ობიექტური რაღაცა. ძალიან, კი. ანუ ჩამოდის და ის გაფასებს. დელტაზე აი ეს არის განსხვავებული. სელტაზე იმ ტრენერების ვინც გასწავლის, მათგან იღებ შეფასებას და დელტაზე უკვე ხო ესე და მეც უნდა აღვნიშნო რომ მეც მანანი და ნიკი ყავდნენ ტრენერები სელტაზე და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ რომ მათთან ერთად გავიარა და ძალიან კარგი ჯგუფი ყავდა და თვითონ IH-ში გავაკეთებ მეც და ძალიან კარგი გამოცდილება იყო შეუფასებელი ვიტყოდი იმიტომ რომ როგორც თქვი აი რაღაცნაირად ამოტრიალდა ჩემი პერსპექტივები ამ კურსის გავლის შემდეგ და ბევრად უფრო დავლაგდი ესე ვთქვი. აი ზუსტად ხო. ძალიან მიხარია რომ ესეა და მეც უნდა აღვნიშნო რომ ეს ორი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ჩემი აი ამ კარიერულ პროცესში, ხოსტის პროცესში. და დელტა რომ დაასრულე, მე კიდევ ესე ვთქვათ განიცადე რაღაც ცვლილებები, მივხვდი რომ რაღაცა შეიცვალა ხო შენ სტიჩინგში. კი, კი. ან მე უკვე ძალიან ფართოდ იშლება შენს თვალსაჩინში, მეგონი სწორ სიტყვას ამოვიყენებ. თუ რატომ აკეთებ? რას რატომ აკეთებ? კი. და ოღონდ აი ეს ფართოდ გაშლა რომ ამბობ აი მე module 3-ს რო აკეთებ აი ხო ყავს რაღაცა ჯგუფი რომელსაც ასწავლეთ თქვა 4 თვე ხო ჩვენთან ესია language school-ში
აი კურს მთლიანობაში ხედავ, რაღაცა გაკვეთილს რო ოკეი, გეგმავ, დიდ ფოტოს ხედავ, ხო, ხო, ფოტოს ხედავ, აი რატო არის ეს ერთი კონკრეტული გაკვეთილი აი ამ კურსში მნიშვნელოვანი. აი დელტის გაკეთების მერე ჩემთვის აი ესე ხო, ესე წარმოიქმნა, ხო? კი. შენ მოკლედ ურჩევ ხო ალბათ ყველა მასწავლებელს რომ ორივე გააკეთონ, მაგრამ უფრო ალბათ ცელტა ვინც დროში შეზღუდულია და კი. ხა დელტა კიდე გაძლევს საშუალებას რომ მერე დელტა კიდე იმაში გეხმარება რომ თქვა თუ გაქვს ამისი პერსპექტივა და სადაც მუშაობ, ქვეყანაში მუშაობ ან ინსტიტუციაში მუშაობ, გაძლევს იმის საშუალება რომ არა მარტო მასწავლებლად გააგრძელო მუშაობა, არამედ კოორდინატორად ან სასწავლო ნაწილად გააგრძელო მუშაობა, აუცილებელიც არის და სასურველიც და აუცილებელიც. ხო, ჩემ შემთხვევაშიც მე ვფიქრობ, რომ ჩემი ტრენერებისგან შემოთავაზებაც ზუსტად ამიტომ იყო, რომ რაღაცა ფიქრობდნენ, რომ მე ვიყავი კანდიდატი, ხო, მქონდა ეს პოტენციალი. ანუ მაშინ შენ არ იყავი ჯერ კოორდინატორი. არ ვიყავი ჯერ კოორდინატორი. შემდეგ გავხდი, ხო. და ეს იყო ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა ამ დროს. და ეს დამეხმარებოდა მომავალ პერსპექტივაში, რომ გამხდარიყავი კოორდინატორი და უფრო კარგად მემართა სასწავლო პროცესს და მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესის მართვაში. და მართლაც დამეხმარა. დაგეხმარა ნამდვილად. ხო, თუ ეს არის მიზანი, რომ რაღაცა ვფიქრობ, რომ ანუ რა თქმა უნდა, როგორც მასწავლებელი ძალიან გეხმარება დელტა, მაგრამ უფრო მეტად გეხმარება უკვე შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. სასწავლო ნაწილად გახდომაში და სასწავლო პროცესის მართვაში და რა თქმა უნდა, მე თუ თქვა დასწრება გევალება და თქვა სადაც მუშაობ, იქ გავალებენ რომ გაკვეთილებს დაესწრო, რა თქმა უნდა, იმაშიც გეხმარება. აი, მაგაზე გადავიდეთ ახლა გაკვეთილებზე დასწრება. შენ გევალება. კი. ეგრეთ წოდებული teacher observation აკეთებ. ესე აკეთებ მუდმივად თუ რა პერიოდულად? ჩვენთან ხო ესე არის დასაწყისში რო იწყება სასწავლო წელი აკადემიური წელი, პირველი თვე არის ესე ვეძახით poppings 15 წუთით შევდივართ ყველა ჯგუფში, ოღონდ ეს არ არის მასწავლებელზე დაკვირვება, ეს არის თვითონ სასწავლო პროცესზე დაკვირვება და სტუდენტებზე დაკვირვება. რა თქმა უნდა, მასწავლებელიც ამჩნევს თუ თქვა სტუდენტი არ ზის იმ საფეხურზე, სადაც უნდა ისდეს, ხო, level, და მე გადანაცვლება ხდება. და ჩვენ სამაში ვეხმარებით, აი გარედან დანახული, კიდევ ჩვენგან დანახული როგორ არის ეს. და ზოგადად ანუ ვაფასებთ დაწყებას სიტუაციას, ხო, როგორ დავიწყეთ. ესე რომ ვთქვათ, ამის შემდეგ უკვე იგეგმება მთელი გაკვეთილების დასწრება. და ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, იმიტომ რომ მასწავლებლებთან ერთად იგეგმება მასწავლებელი გითხრობს რა თემაზე იქნება ეს გაკვეთილი თუ რაზე თავდება. იცით როგორ, აი ჩვენ ახლა ორ ეტაპად ვყოფთ ხოლმე. დასაწყისში, წლის დასაწყისში, პირველი observation-ები როცა გვაქვს, მასწავლებელი ირჩევს კლასს და მირჩევს რა კონკრეტულად სასწავლის სიმდვეს ალბათ. რაზე უნდა რომ გავაკეთოთ, თქვათ, აქცენტი და რა ვნახოთ. საკლასო classroom management, საკლასო მართვა იქნება ეს აქტივობების არჩევანი, ან არის თუ არა ეს აქტივობები სტუდენტებზე ორიენტირებული უფრო თუ მასწავლებლისგან მართული, ხო? აი ამაზე აქცენტები ვთქვათ. ხო, ეს ერთი ეტაპი ეს არის ხოლმე observation-ების. მეორე ეტაპი უკვე ეს ხდება გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც ჩვენ observation-ებს დავასრულებთ, სასწავლო ნაწილი და მე დავასრულებთ ამ პირველ ეტაპს observation-ების, ვარჩევთ თემებს, რაც თქვათ მოგვეჩვენა, რომ ჭირდება განვითარება, ან იყო რაღაცა სისუსტეები. ამაზე ვაკეთებთ workshop-ებს თავიდან დასაწყისში. და ესწრებიან მასწავლებლები ამ workshop-ებს და მე გვაქვს უკვე შემდეგი დასწრება და ვნახულობთ რამდენად დაეხმარა ეს workshop-ები და გამოსწორდა თუ არა ეს პრობლემა ან სისუსტეები. ეს არის ხო, ეხლა სხვადასხვა წელს სხვადასხვანაირად გეგმავთ ხოლმე. ყოველთვის იდენტური ვერ იქნება ალბათ. ხო, მე ხა წელს მაგალითად ძალიან საინტერესო observation-ები ვქონდა გაზაფხულზე. მასწავლებლებს მივეცით ჩამონათვალი აქტივობების, რომლებიც განსხვავებული აქტივობები იყო, რომელიც არ გაუკეთებიათ მანამდე, არ გამოუცდიათ.
მაგალითად იყო მოიფიქრებინე. ხო silent discussion. აჰა. რაღაცა ჩუმი დისკუსია. და ამაზე ეს უნდა აერჩიათ, ამაზე research უნდა გააკეთებიათ. და გამოეყენებინათ თეორია ხო და მე ჩვენთან ერთად დაგეგმეს და მე შეიტანათ კლასში. ან ძალიან საინტერესო იყო კიდე ერთ-ერთი ესეთი აქტივობა იყო literature circle roles, ლიტერატურული წრის როლები. ანუ ხა უცებ განმარტა სტუდენტები კითხულობენ ლიტერატურიდან რაღაც ამონარიც მაგალითად ჩემ სტუდენტებმა წაიკითხეს necklace. ხო და მე აძლევ რაღაც კონკრეტულ როლებს. ერთ-ერთი სტუდენტი არის კრიტიკოსი, ერთ-ერთი სტუდენტი არის დამკვირვებელი, discussion leader, ან სხვადასხვა როლებს აძლევ და აძლევ task-ებს, ანუ თვითონ მოვიფიქრო ეს task-ები. ერთ-ერთი როლი იყო კიდე ესეთი, რომ სტუდენტმა უნდა იპოვოს რაღაცა კავშირი აი ამ წაკითხული ან მოსმენილი ლიტერატურული ნაწარმოების მორალის ცხოვრებაში ვთქვათ. რაღაცა თინეიჯერებთან, ადალტებთან ახლა აღვნა ეს როლები შეგიძლია ხო, მაგრამ შეგვიძლია შეცვალო ხა ერთ-ერთმა ჩვენმა ხო, მასწავლებელმა პატარებთანაც გააკეთა 12-13 წლის სტუდენტებთანაც გააკეთა, ხო შეცვალა ცოტა ეს. რაღაცა ილუსტრატორი, ერთი როლი ესეთი იყო და უნდა დაეხატათ რაღაცა იქიდან, ხო. აი ესეთი ჩამონათვალი ქონდა და აირჩიეს ეს ერთ-ერთი აქტივობა და მე ამ ანუ ეს აქტივობა დაიგეგმა ამისთვის ჩვენ დავესწარით და შევაფასეთ. კი. მე განვიხილეთ ერთად. კი, ფიდბექიც თქვენ მიეცეთ. ცალკე ინდივიდუალურად და მე ერთ-ერთი ხავთ ფიდბექიც ხონდა. თქვენ ორივე ესწრებით ხოლმე ყოველთვის? კი. არა, ვინაწილებთ. ხო, ვინაწილებთ. კი. თქვა თუ პირველ ეტაპზე მანანა დაესწრო, მეორე ეტაპზე მე ვესწრები და მე პირიქით. ესეც ვთქვით ერთმანეთს. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო მართლა და ესეც ალბათ აი ამ რაც თქვით მასწავლებლის განვითარების ერთ-ერთი თანდევი ნაწილია. ჩემიც რო ვესწრები? ხო, როგორც ვფიქრობ, რაც დასწრება დავიწყე, უკეთესი მასწავლებელი გავხდე. ხო, როგორ არა, იზია რაღაცას სწავლობ მათგან. მათთან კოლეგებისგან, კი. მათთან ერთად და მათგანაც, ხო. კი. იცი რა მითხარი? დაგეგმაზე ვსაუბრობდით. ხანდახან ამბობენ, რომ ზედმეტი დაგეგმა, ანუ ერთგვარი over planning-ი შეიძლება უარესი იყოს, ვიდრე under planning-ი, ანუ არასაკმარისი დაგეგმა. აი, ხო, რა სიტყვათი მაგას. ორივე მაქვს გამოცდილი და ორივე საინტერესოა. მე ზოგადად მიდრეკილი ვარ over planning-ისგან. ხო. გინდა რომ აი ზუსტად იცოდე და დავუშვათ მე ვარ ხოლმე ესე მიჩვენია ზედმეტი მასალები მქონდეს ვიდრე დამაყოდეს. მაგას გულისხმობდი. ანუ ზედმეტი ის კი არა რაღაცა წუთობრივად ამას ახლა ვაკეთებ, ამას ახლა უფრო მეტი მქონდეს ვიდრე ნაკლები, მაგრამ ხო ის dogmy lessons რასაც ეძახიან, ყველაფრის გარეშე შესვლა და teaching, ესეც ძალიან საინტერესოა და მიცდია. სპონტანურად. წინა დღეს ხო აი რაღაცა ვიდეო იყო პატარებთან, კიცებთან და ვიდეო იყო იმაზე, სპორტზე. ხო, სპორტზე იყო რაღაცა learn and think არის ესეთი თავი იმაში სახელმძღვანელოში და ყველა თემის შემდეგ მოდის ესეთი პატარა ვიდეოები თემასთან დაკავშირებით. და თემა იყო sport. და სახელმძღვანელოში ბევრი ესეთი აქტივობა არ არის ხოლმე განსაკუთრებით პატარების სახელმძღვანელოში ცოტა მწირია ხოლმე და ყოველთვის რაღაცა მე ვიფიქრებ და რაღაც არ მქონდა იმ მომენტში არაფერი რაღაც ეთყობა გამომეხო არის რაღაც დღეები რომ ამოგეწურება ეს იდეები და გაკვეთილზე ვარ მოიფიქრე ხო ისე მომეწონა მე ეს ის არა ქვია აქტივობა ესეთი აქტივობა მოვიფიქრე რომ მოდი ახლა გავაკეთოთ ესე რომ მოვუყუროთ ვიდეოს და დავწეროთ სიტყვები რომლებიც გავიგეთ ვიდეოდან ხო და მე დავწეროთ სიტყვები რომლებიც მოვისმინეთ და მივეცი კატეგორიები რა თქმა უნდა მაგალითად ადგილი სპორტი და რაღაც აღარ მახსოვს რა იყო მესამე რაღაცა ანუ უნდა მოისმინათ ვიდეოსთვის და ჩამოეწერათ რა ადგილები რა სპორტი და რა ხო რაღაცა იყო კიდე ქვეყნები ხო ქვეყნები იყო დასახელებული ვიდეოში, ანუ listening-ი უნდა გააკეთებინა ჯერ და მეორე მოსმენა იყო რაც დაინახეს და ოკეი, რა დაინახეს ვიზუალურად, ხო. რაღაცა ესეთი აქტივობა და ხო ეს რაღაცა სპონტანური, მაგრამ გაამართლა. ხო, გაამართლა ძალიან მოეწონა და იმდენი რამე შეამჩნიეს და იმდენი რამე გაიგეს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც სულ აღნიშნავ ხოლმე, რომ მასწავლებელი რაც უფრო მოქნილია, რაც უფრო არ არის შაბლონური, ეხმარება. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიცი რომ არსებობს ესეთი მომენტი, რომ ზოგი ზედმიწევნით მიყვება გეგმას და მე აი ეწურება ხოლმე იდეები და ხანდახან მგონი ხდება დასაწყისში უფრო არა? შეიძლება, ხო. ეს გამოცდილებას მოაქვს ალბათ. მე ხელტის მერე მეც ესე ვიყავი. კი. უსაფრთხო, ანუ უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს. როცა იცი ზუსტად რა გააკეთა, როცა არ ხარ და მე ახლა ეს გამოცდილება როცა გაქვს, იმდენი აქტივობა გაქვს გაკეთებული, რომ რაღაცა ყველა ვარიანტი მოგივაწყდება. ხო, ეს ძალიან სასიამოვნო ის არის მომენტია. მაგას რო გრძნობ, რომ ახლა შეიძლება რაღაც მოიფიქრო, ხო, გააკეთო. ჯაზივით არის, ხო? ჯაზშია, ხო, იმპროვიზაციების ყველა მეტი საშუალება. აი, ხო, კი, ზუსტად. როგორც ვიცი, ხო. კი, მეც შეიძლება ვწდები, მაგრამ ესე ვიცი, ხო, კი, არ მიყვებიან, ხო, ზუსტად მოწევს. კი, კარგი შედარება, სხვათა არ მიფიქრი. ანუ შეგვიძლია გავაჯაზო. გავაჯაზო. აი, ამას ვარ დავფიქრებული. გამოცდილება გაჯაზებინა. იცი რა მაინტერესებს თუ ვისაუბრებთ საკლასო მენეჯმენტზე, classroom managementზე. შენ მქონია ოდესმე პრობლემა classroom managementის? კი. კი? კი, დასაწყისში როცა 2 წლის შემდეგ, საუთის გაკეთების შემდეგ საერთო ადალტებს, ანუ დასრულების teaching-ში გამზადებს და პატარების teaching-ი, ანუ პატარების სწავლება, აი, აბსოლუტურად განსხვავებულია რაღაცა. აი, მანდ მართლა გჭირდება ყოველი წუთის დაგეგმა. ანუ თვითკლასში თუ შედიხარ, ახლა მაშინ ჩვენთან 10-12 სტუდენტი. ამიტომ რა ცენტრია და ხო, 12 ლიმიტია ალბათ. 12 იყო ლიმიტი მაშინ მგონი. კი. ან 10. და შეგექმნა ეს 2 წლის თავზე, ანუ წელიწადსამთავრებით. შევედი პატარების ჯგუფში. ძალიან რთული იყო, ხო. ანუ აბსოლუტურად დავკარგე რაღაცა მომენტში კლასი და მე ესეთი უცებ მოვიფიქრე ესეთი რაღაცა, რომ მოდი ახლა დერეფანში გავიდეთ და დავათვალიეროთ რა ხდება ახალი დაწყებული, ხო, აი სად არის საპირფარეშო, სად არის მაშინ კაფეტერია ვქო. სად არის კაფეტერია? აბა სად უნდა ჩავიდეთ თუ რაღაცა სად უნდა მივიდეთ თუ რაღაცა დაგვრჩა და უნდა მივაკეთე. აი რაღაცა ესეთი მოვიფიქრე და მაგეთი ცოტა გამტვირთვე. დავბრუნდით და გავაგრძელეთ და მაგ მომენტში მივხვდი, რომ ესე იგი პატარებთან საჭიროა რაღაცა პასიური, ხო, სხვა სტრატეგია, მაგალითად ეს სტრატეგია ესეთია, რომ აი მერთია ესეთი ძალიან ოქროს წესი, ხო, ესე იტყვიან ხოლმე არის ის, რომ პატარებთან, როდესაც რაღაცა დაწერილობი, ანუ პასიური დავალება აქვს, ზიანდა წერენ. ამის შემდეგ აუცილებლად აქტიური უნდა მიაწოდო, ხო? მიაწოდო რაღაცა, რაც გააქტიურებს და ფიზიკურად მოძრაობა იქნება ისა. იქნება ადგენენ ან რაღაცა მოძებნო ნოგდო თახში. მე ისე უნდა დაწყნარდეს ეს პროცესი. მე ისე და ესე აი სადღაც 10-15 წუთიანი საშუალებით, მონაცვლეობით, კი. ოღონდ კარგია თუ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში, ანუ ის თემები ერთმანეთთან კავშირში. აი რაღაც 1 საათის განმავლობაში მაინც და 1 საათს მერე უკვე მე როგორც ვატყობ ხოლმე პატარები სწავლას წყვეტენ ესე რომ ვთქვა და 1 საათს მერე თამაშებიან რაღაცა გამეორება. და ბევრი ჯგუფი იყოლია პატარების თუ კი. მაგრამ როგორც აღნიშნე, კოორდინატორი ხარ, რაც იმას გულისხმობს, რომ უფრო სწავლის პროცესს წარმართა, ვიდრე კონკრეტულად ასწავლი. კი, მაგრამ ხო, მაგრამ ასწავლი კიდევაც. და ძალიან საჭიროა, ფიქრობ ეგ. ორივე საკეთებდი ხომ? კი. მეც მეხმარება და ვფიქრობ ჩემ კოლეგებსაც და კოლექტივსაც, იმიტომ რომ უფრო კარგად ვხედავ მათ საჭიროებებს. კი. რა ჭირდებათ, რაც სტუდენტებსაც პირველ რიგში, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ამოვიცნო ის რა საჭიროებები აქვს მათ. სტუდენტებსაც რა ჭირდებათ, ხო, და კარგად დავინახო. და შენ ადრე ჩვენი საუბრისას აღნიშნე, რომ გაინტერესებს სტუდენტების შეხედულებები. ხო, students beliefs, ასე ვთქვათ. რატომ რა კუთხით გაინტერესებს? ხო, აი დელტას module 3-ს რო ვაკეთებდი და მას ვწერდი assignments, მაშინაც დაფიქრდი ალბათ მაგაზე უკვე. ხო, ვწერდი, მაშინაც დავფიქრდი მაგაზე. რამდენად ჩემი თემა იყო, მესამე მოდულის თემა იყო
არა ინგლისურ გარემოში სწავლება. ეს ავირჩიე, რატომღაც რავი დამაინტერესა ამან და მან თუნდა განგვეხილა რა უშლის ხელს ამ პირიქით რა ეხმარება. ჩვენ რეალობაში ხარ როგორც სწავლობ. ხო. ხო და აი მან დედან დავინტერესდი და მე კიდე სულ მაინტერესებდა ეგ და გააკეთე ეგრეთ წოდებული კვლევა რისერჩი. კი, ხო და რა აღმოაჩინა? ანუ იმ ბექგრაუნდით, იმ წინა გამოცდილებით, სასწავლო გამოცდილებით, რითიც სტუდენტები მოდიან და იმ ჩამოყალიბებული რაღაცა რწმენებით, როგორ ისწავლება ენა, ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია მასწავლებლის შეხედულება, ხო? რომ მასწავლებელმა რაღაცა ოქროშუალედი დაიჭიროს, იმიტომ რომ არ შეიძლება კატეგორიულად ვთქვათ, მოდის სტუდენტი და ესეთი რწმენა აქვს, რომ აუცილებლად მასწავლებელმა დაფაზე უნდა დაუწეროს present perfect-ის წესი და იმან ჩაწეროს ჩემი ძმა მაგალითად. ხო, სელტაზე რომ მივიყვანე, ხო სელტაზე ხო უფასო სტუდენტები თავაზობთ ერთიან. ორ გაკვეთილში წამოვიდა. იქ არ მაწერინებენო, ხო, ანუ და როგორ მნიშვნელოვანია ეს? ხო, ანუ აი რო არ აწერინებდნენ, ხო, ეს მოლოდინი. ხო და ანუ რისი თქმა მინდა რომ აუცილებლად მასწავლებელმა ეს გაითვალისწინოს და არა უკრძალოს ამის გაკეთება. თუ უნდა გააკეთოს. ხო, რა თუ შეატყო რომ აი ეს არის მისი რწმენა და ესე მოწონს მას გაკეთება, რაღაცა შესთავაზოს ესეთიც. კი. თუმცა თითოეული ანუ მასწავლებელმა ახლა ჩვენ რო ვაპარაკობთ ცელტაზე და დელტაზე, ანუ კიდე სხვა ტრენინგებზე მარტო ეს ამას მარტო ცელტა და დელტა ხო არ არის, ანუ რამდენი სტატუას ამთავრებს ხო? ზოგი და ვსწავლობთ და მეთოდოლოგიას ვსწავლობთ, ან ჩვენი გამოცდილებიდან რაღაცას ვსწავლობთ და გვიყალიბდება ჩვენი საკუთარი რწმენა და შეხედულებაც. ხო, ეს ყველაფერი ხო თეორიას ეფუძნება, რა თქმა უნდა, ხო? ამასაც ხო ვსწავლობთ და ვიცით და თუ მასწავლებელს რაღაც ესეთი ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, ყველას აქვს ეს თავისი რწმენა აქვს. ეს რა თქმა უნდა, ეს მთავარია, ხო, გაკვეთილზე, რა თქმა უნდა, ესეც უნდა გაუზიაროს და შეთავაზოს, მაგრამ ხანდახან მგონია ხოლმე, რომ შეიძლება ჩემი აღქმა ესეთი და ყველა შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ მგონია რომ ჭირდებათ ხოლმე განმარტებები სტუდენტებს. აი რატო ვაკეთებთ ხო? და ეხმარება მე ვფიქრობ ამაში. კი, უფრო ხდებიან. შეიძლება ახლა რაღაცა კატეგორიის მასწავლებელი ვინც გვისმენს და მისი აუდიტორია 35 სტუდენტისგან შედგება, შეიძლება მითხრეს რომ რანაირად აუხსნა ახლა მე 35-ს ვთქვათ, ხო? კი, ეს მინდოდა მეკითხა. ან თუნდაც 12 სტუდენტი ყავს და ყველა სხვადასხვა შეხედულება. ვერ გაუხსნი. უბრალოდ შენ რასაც აკეთებ, აიმაზე ხანდახან არის ხოლმე რომ ჭირდებათ, იმიტომ რომ ხედავ დაბნეულობას, აი მაგალითად ლისენინგის დროს ვერ ხვდებიან წინასწარ რატო უნდა წაიკითხონ კითხვები, ვთქვათ, ან რატო თხოვს მასწავლებელი ხან ბრაზიც კი შემიტყვია სტუდენტების სტუდენტისგან, რომ ეხლა მე რა ვიცი ამ სურათზე რა ხდება, რატო მეკითხები? შეიძლება მე მქონია ესეთი, არა, აი გამახსენდა მეც რაღაც სიტუაციები, ხო და ანუ თუ ვერ ხვდება, ჯობია რომ უთხრათ, ვიდრე გავაბრაზოთ ხო ალბათ. ხო, აი ამას გულისხმობ და ჩემთვის ძალიან საინტერესო ეს იყო დაკვირვება იყო ეს. და შენ გიზიარებენ ხოლმე, ანუ ხონია ეს მომენტი, რომ ხო, ამბობენ, აი მე ამას ველოდებოდი, ან რატო ამას არ ვაკეთებთ? კი, ყოფილა ესეთი მომენტებიც კი, მაგრამ აი ახსნის შემდეგ ეხლა რასაც ვთქვით, რაღაცა განმარტებას მაძლევ, უფრო მეტად მობილიზებულები და უფრო მეტად ჩართულები ხდებიან მერე და ანუ რო ხდებიან რატო? ფიქრობ მე უკვე მექანიკურად აკეთებენ რაღაცებს და და სტუდენტების შეხედულებებზე რახან საუბრობთ, ერთ-ერთი გავრცელებული შეხედულებაა, რომ ზოგი ამბობს, არ მაქვს ნიჭი. ხო. ინგლისური ენის და საერთოდ ენების ნიჭი არ მაქვს და ეს არის მათი ძალიან, ხო, გამჯდარი შეხედულება. კი. მაგ დროს რა ხდება? ხო, მე იმასაც დავაკვირდი, რომ აი პროფესიების მიხედვითაც არის ეგ ნიჭები რაღაცა, ახლა არ მინდა რომ გამოვყო ახლა ეს პროფესიები. ზოგადად ვისაუბროთ, ხო. ხო, მაგრამ არის რაღაცა პროფესიები, რომელსაც ვფიქრობ, რომ უჭირს ენებისათვისება, მაგას ამბობ. მე მგონი, რა ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე მაგალითი ყოფილა ეგეთი, აი ალბათ ისეთი პროფესიები, სადაც გაზუთვა და რაღაცას დაზეპირება და
ის უწევთ ხო? ტექნიკური ალბათ უფრო მაგის გულისხმობ. ხო, აი მაგ შეიძლება ვთქვათ აი რაღაცა კანონების დაზებირება, ან ხო, ყველაფერი რაღაცა ესეა. ხო, ზუსტად რა უნდა იყოს. ხო, იმიტომ რომ იმ თავის სიზუსტე უყვართ. ხო, სიზუსტე უყვართ და მე რაღაცა და არ მოწონთ როცა ის ერთი ის ნარატო არის არაწესიერი და რა შუაშია და იმას ის რატო ქვია. და მე ალბათ აქვთ უკვე ეგ გახმა, რომ აი მე ენა არ ან პროტესტი, რომ ახლა რატო უნდა იყოს ესე? რატო მოყვება რაღაცას იდი და რატო მოყვება რაღაცას აინჯი? კი. მე ვცდილობ ხოლმე რომ ეგეც რაღაც, ანუ თუ ვატყობ რომ სტუდენტს ესეთი დამოკიდებულება აქვს, ყოველთვის ვცდილობ რომ შეუცვალო პერსპექტივა ვცდილობ. აუხსნა, აი მაგალითად რატო აი შენ როგორ ფიქრობ, აი იდეა აინჯი, აი მაგასაც ვეკითხები ხოლმე, როგორ გრძნობ, აი რატო არის ესე? ალბათ აქტივობა როცა არის ING და რაღაცა შეიძლება უფრო რუტინული რაღაცა შეიძლება იდეა, აი რაღაცა აი თუ ვგრძნობ რომ წესი უნდა, აუცილებლად წესი უნდა. შეიძლება თქვა ბუღალტერებსაც გქონდეთ ეგეთი რაღაცა, აი უნდათ რომ აუცილებლად იცოდნენ რატო. კონკრეტულად რატომ, მაგრამ ენაში რომ არ არის ეს რა რატომ. ფაქტია რომ ყველაფერს ვერ ავხსნით. ხო, გამონაკლისებია ბევრი და ხო, ახსნათ ხანდახან. მაგალითად ფრაზებს რომ ასწავლით ხოლმე. წინდებულებს რომ ასწავლით ხოლმე, ნუ რამდენი გამონაკლისია, რატომ არის go home და არა go to home, ხო? როგორ გინდა ახსნაბ? ხო. რთულია, თუმცა ანუ ხო კიდე რა არის, იცი, მაგასაც ესეც იყო ერთ-ერთი და არის ჩემი დაკვირვების თემა, რომ რატო ხდება ესე რომ ჭირდება სტუდენტებს აუცილებლად განმარტებები, იმიტომ რომ მაინც ესეთ იმაში უწევთ შესწავლა ენის. ხო, თავიდან ხო, ალბათ სკოლიდან მოყოლებული რებულად, ხო, ეხლა რო ცხოვრობდნენ ლონდონში, იქ ხო აღარ ექნებათ ეგეთი კითხვა, გაიგო და დაიმახსოვრა. კი. აქ მაინც უნდათ და ჭირდებათ რა. და მაგიტოა ალბათ რომ რაღაცა ხო სულ ურჩევთ ხოლმე, ალბათ ჩვენც ურჩევ სტუდენტებს, რომ რაც შეიძლება მეტი ინგლისური გარემო შეიქმნას თავის გარშემო. რამდენადაც შესაძლებელია, თუმცა ცოტა რთულია. აქ ცოტა რთულია ხო, მაგრამ მოусმინოს, წაიკითხოს და მე ვფიქრობ, რომ კიდე აი ეს დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია რა, რაღაცა შეამჩნიოს. კი, უბრალოდ კითხვა არა, ხო, უბრალოდ მოსმენა არა, რომ შეამჩნიოს რა, რაღაცა ის go home თუნდაც. ხო, რაღაც მარტივ რაღაცა შეიძლება იყოს. ხო, და რაღაც ესეთ მიმართულებებს თუ მივცემთ და ესეთი მიმართულებების მიცემა გაკვეთილზეც შეიძლება მე მგონი, ხო? რაღაც აქტივობებით და აი ჩემ სტუდენტს, ერთ-ერთ სტუდენტს მაგალითად ეს უთქვა ჩემთვის, რომ ყველაზე მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ზუსტად, რომ მიმართულებები მივეცი ისეთი, რომ და რაზე გაეკეთებინა აქცენტი ალბათ. აქცენტი რომ მე დამოუკიდებლად უკვე რაღაც pre-advance-ი დაამთავრა მე მგონი ჩვენთან და advance-ი აღარ გააკეთა და მე თქვა რომ ის უკვე ჩემთვის ხო, ანუ უკვე მარტივი იყო მისთვის რომ რაღაცა ნავიგაცია ხო რაღაცა. ხო, როგორ წასულიყო, რა გზით წასულიყო და ალბათ მაგაში ვეხმარებით ჩვენ და მაგიტო ვფიქრობ რომ ყოველთვის საჭირო ვიქნებით მასწავლებლები და ვერ ჩაგვანაცვლებს AI. სტუდენტებისთვის ვიქნებით ყოველთვის საჭირო რომ აი ეს მიმართულებები მივცეთ სწორი. კი. შორის აი გაკვეთილებზე უკვე ხშირად შემოდის ამ ტექნოლოგიების თემა, ალბათ შენთანაც ჯგუფებში მეც AI-ზე ვსაუბრობთ ხოლმე და ხშირად ვეკითხები მათ აზრს ახალგაზრდებს განსაკუთრებით, აი როგორ ფიქრობთ მით უმეტეს მათ ხო უყვართ ეს ტექნოლოგიები უფრო ვიდრე ჩვენ თაობას, მით უმეტეს ჩვენ წინა თაობას ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი რას ფიქრობთ AI გირჩევნიათ, გინდათ რომ მაგალითად სამომავლოდ ხედავთ და მაინც ყველა ბოლოს იქამდე მიდის რომ არა ადამიანური ეს ურთიერთობა რაღაცა ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს. თუმცა მე პირადად ჩემი აზრი რომ გითხრა, რაღაც მაკეტკენ მგონია რომ მიდის. ნელა ვფიქრობ ხო. მეც მაქვს ეგ განცდა, თუმცა ვფიქრობ რომ ჩვენს ესე lifetime-ში ეს არ მოხდება, მაგრამ უფრო შორეულ ამბავში. გუშინ იყო მე მგონი, თუ დღეს აღარ მახსოვს ზუსტად, ისიც პოდკასტში მოვისმინე, რომ პრობლემა იმ პროფესიის ადამიანებს შეექმნებათ, რომლებსაც არ ეცოდინებათ AI-ის გამოყენება. ანუ AI არ ჩაგვანაცვლებს, მაგრამ იმ ადამიანებს შეექმნებათ, ხო, ვინც არ გამოიყენებს და შეეწინააღმდეგება, შეიძლება ვერ გამოიყენოს, არ ეცოდინება როგორ გამოიყენოს. მეც მახსოვს შეიძლება ერთ რაღაცას უყურეთ, რაღაცა ესეთი ის იყო და ალბათ ეგრეც არის, მაგრამ ხო, აი ვფიქრობ, რომ მაინც ჯობია რა დავიხმაროთ.
და არ უკუაგდეთ ეს არ. დაახლოებით ხო. მე ისედაც ვიყენებთ. სწორად ხო ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ და სწორად გავაკეთებინოთ ის. და რახან მაგაზე მიდგა საქმე, ამასაც კითხავ, განსაკუთრებით სკოლებში, უნივერსიტეტებში და ცენტრებშიც არის ეს საკითხი პლაგიარიზმი, AI-ის გამოყენება, ესეების და ასე დავალებების დასაწერად ფოტოებს უხდებენ ხანდახან და აწერინებენ. რამდენად აქტიურია შენთან ეს პრობლემა? სიმართლე გითხრა, ვერ ვიტყვი ახლა რომ ეს სტუდენტებს ახლა ესეს ვაწერინებთ ჩვენს. აი გუშინ მაგალითად ის უნდა გააკეთებიათ პრეზენტაციები უნდა გააკეთებიათ თინეიჯერების ჯგუფს და 4-ვე სტუდენტს ჰქონდა დავალება მოტანილი და ვერ ვიტყვი რომ რომელიმეში ვიგრძენი რომ რაღაცა შენ შეგიძლია ხო განასხვავო ხო მაგალითად ხო ვიცი მათი ენობრივი შესაძლებლობები და რაღაცები კი ჰქონდათ ახლა ახალი სიტყვები გამოყენებული ისეთი თქვათ რომელზეც შეიძლება სხვა დროს არ გამოიყენებინო ხო მაგრამ რა ვიცი არ მგონია რომ თლიანად ტექსტი AI-ის გაკეთებული იყო რაღაც სურათებიც ჰქონდა ერთ-ერთს პრეზენტაციაში ჩართული ისინი უნდა რჩევები უნდა მიეცათ კონკრეტულ რაღაცა თემებზე უნდა აერჩიათ თემები და მე იმაზე დაეწერათ რჩევები რაღაცა ფრაზების გამოყენებით in order to და so that და ასე შემდეგ რაღაცა მაკავშირებლების გამოყენებით და ვერ ვიტყოდი აი ესესაც ახლა რო წერენ ხოლმე სტუდენტები გრძნობ რომ რაღაცა ეს ქართული ქართულად დაწერილი ესეა. ანუ ეს აი ძალიან პერფექტია, ხო? AI-ის გაკეთებული თითქოს ზედმეტად ხდება, ხო, თვალში. ალბათ უფრო უნივერსიტეტებს და შეიძლება ხო იქ უფრო იყენებენ, იმიტომ რომ იქ არის ეს მომენტი და თან ალბათ იქ უფრო მეტი დავალებების წერაც, უფრო წერითი დავალებების გაკეთება უწევთ ალბათ, მაგრამ ან თქვენთან არის ეს საკითხი ეს დიდად ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ისეთი პრობლემაა, არა. მაგრამ როგორც ვიცი, სპეციალური არის შექერები კი და როგორც ფასიანი საიტებია და უნივერსიტეტებს ნაყიდი აქვს და ამაზე სკოლებსაც კი მეც მითხრეს რომ ერთ-ერთი ჩემმა კოლეგამ თქვა რომ ხო და ჭირდებათ ხო ესე იგი საბედნიეროდ ყველგან არიყენებენ ესე იგი სტუდენტები ხერხებს არა დიდად ხო შეიძლება რაღაცა კითხონ ახლა რაღაცა თქვა ფრაზა ვერ გაიხსენა ან ვერ გადაწერა ხო ეგ მისაღებია ხო ხო სწავლობს ახლა პრინციპში რატომაც ახლა მთლიანად თუ აწერინებს რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ მაგისი მაგრამ თავისი აზრი თუა და რაღაცა ხო ეს სიტყვა იპოვა ფრაზა იპოვა მეც ვემხრობი რომ უნდა ხო, მაგრამ აქამდე თქვა ეხლა AI გარსა, მაგრამ მანამდე Google-ს ხო ვეკითხებოდი რაღაცას რა. იგივე იყო ფაქტიურად უბრალოდ. ცოტა უფრო რთული იყო, ეხლა უფრო მარტივია. ხო, არ ვიცი, ეხლა ცოტა ჩემთვის AI ანუ ხელოვნური ინტელექტის საკითხი ჯერჯერობით ისეთია. ბოლომდე ვერ შევიგრძენი, თუ არ ვიცი, რაღაცა ისეთია რა, არ ვიცი, ეს ცოტა რამდენად კარგია თუ ამის ფილინგი მაქვს. მე ვიყენებ, მაგრამ ძალიან ისე შეზღუდულად რა, რაღაცა კონკრეტ, მაგალითად სურათის დასაგენერირებად მაგალითი მოგიყვანე ხო? კი, კი. ან ძალიან რაღაც უცებ თუ რაღაცა მჭირდება, აი რაღაცა gap fill მჭირდება. თუ გრძნობ რომ მაგალითად სტუდენტებმა რაღაცა ისეთი შედეგი ვერ მივიღე რაც მინდოდა და კიდე მჭირდება რაღაცა აქტივობა და შეიძლება არ მაქვს. მაგ შემთხვევაში, არ ვიცი, თითქოს სიმართლე გითხრა, გაკუთვზეც არ გამომიყენებია არასოდეს, ხო, არა. აი, question-ების და სტუდენტებიც მინდა რომ მე თვითონ დავწერო ხოლმე. იმიტომ რომ რამოდენიმე ჯერ ვცადე ეს gap fill-ი. შეიძლება ის არ მოგცა რაც გინდოდა. ხო, აი, რაღაცა ისეთი სტუდენტებიც ისეთია ხანდახანა კითხვებიც, რომ თითქოს არ მაყოფილებს და მაგიტო გიჩვენია შენთან გააკეთე. მე თვითონ მიჩვენია 4 სტუდენტება დავწერო და ისეთი იყოს რომ მართლა ის შედეგი მივიღო რაც მინდა, ვიდრე ბევრი იყოს და არ მოგცეს ის შედეგი. აი, ბატი სოციმედია განვიხილოთ. ანუ სოციმედიაში არის ძალიან ბევრი საგანმანათლებლო კონტენტი, ესე ვთქვათ. განსაკუთრებით TikTok-ზე მხდება, Instagram-ზეც მხდება და ალბათ ჩემი ალგორითმის მიჩვეულია უკვე და სულ ასეთ იმას მიგდებს. შენი აზრით, TikTok-მა, სოციმედიამ რაღაცნაირად შეცვალა ან ჩაანაცვლა ეს ინგლისური სწავლა თუ რამდენად მოსახერხებელია, სწავლობენ მართლა რამეს ადამიანები ამ ვიდეოებიდან? ვფიქრობ, ხო, რაღაც აი ფრაზებს, სხვათაშორის კი, იმიტომ რომ მე გარდა ანუ teaching ანუ სწავლებისა და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობისა ვატარებ
ინტერვიუებს მიღების დროს. ოკეი, ჯობ ინტერვიუს სატარებ. არა. თუ? სტუდენტების, კი. ანუ დონეებში განაწილებას, ხო, placement testing-ს ვეძავ. და ხო, ხედავ, ხაი პატარებზე მაქვს უფრო საუბარი. ადალტებს ვერ ვატყობ დიდად რო რაღაცა. იყენებენ ხო რაღაც ფრაზებს ალბათ აი ამ მოსმენელს. აი, იცი რა, სულ ფიქრობ ხოლმე, ხა ადალტებიც ხო უყურებენ ამ რაღაცებს, მაგრამ ალბათ არ ირჩევენ ინგლისურ ვიდეოებს და მაგიტო თინეიჯერები და ფითიები 8 წლის ბავშვებიც. კი. ძალიან ბევრი ბავშვი მოდის, ხანდახან დავფიქრებულო, რომ სად უნდა ჩავსვა ახლა ეს ბავშვი. აი თინეიჯერი მაგალითად, ჩემზე უკეთესად ლაპარაკობს, მგონი ინგლისურად. ანუ მართლა ხო მიგრძნე რომ მეთქი, აი ისეთი ფრაზებით და ისეთი წინადადებებით აწყობილი fluent, აბსოლუტურად სრულყოფილი ინგლისურით საუბრობ. მაგრამ თუ ამჩნევ რომ ასეთ შემთხვევაში მე მაგალითად შემიჩნევია, თითქოს აი ძალიან იდეალურად კარგად საუბრობენ, მაგრამ თითქმის ყოველთვის აი გრამატიკა მაგალითად უფრო სუსტია ხოლმე. კი, ზუსტად, იცი რა. ლექსიკა კარგია, მაგრამ სწორად აღნიშნე, იმიტომ რომ ამის მშობლის მიზანი ზუსტად ეგ არის. რომ ისაუბროს. კი, ესეთი სტუდენტების შემთხვევაში აი გასაუბრების მერე მშობელს ვესაუბრებით აუცილებლად და განმარტებებს ვაძლევთ, რომ აი სადა აქვს სუსტი მხარეები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რატო ვსვავთ ამ საფეხურზე და ასე შემდეგ და ძალიან სასიხარულოა, რომ მშობლებსაც ძალიან აინტერესებთ ხოლმე ჩვენი შეფასება და ეს არის ხოლმე მათი მოთხოვნა გრამატიკა მოყვან, ანუ აგიტო მოვედით, რომ გზნობ, რომ რაღაცა გრამატიკაში ცოტა თვითონ სტუდენტიც გზნობს მაგას და ამბობს. კი. ხო, მაგრამ არ ვიცი ხა, იცი როგორ არის ეს გრამატიკა, მაგაზეც სხვათა შორის მე და მაიკოს გვაქვს იმაზე error correction-ზე online ტრენინგი გაკეთებული ერთად და ეს error correction-იც ხო ეს accuracy-ც, ანუ რამდენად რა ვიცი ხო, ესეთი ყურადღება მისაქცევ. ხო, აი ზუსტად. კი. აკადემიური გამოცდისთვის ეს მინდოდა რომ მეთქვა. ეხლა თუ აკადემიური გამოცდისთვის, IELTS-ისთვის ვემზადებით და TOEFL-ისთვის ვემზადებით, რა თქმა უნდა და ალბათ ყველა თინეიჯერი რაღაც მომენტში მიდის მერე ხო და ეგ არის ზუსტად ხო და ალბათ ჭირდება და თუ ადალტებზე გვაქვს საუბარი, მათთვის fluency უფრო მთავარია და მან ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ზუსტი განმარტება მშობლისთვის და ჩვენ ვაძლევთ ხოლმე მაგ განმარტებას, რომ მაგალითად, იმიტომ თქვა შეიძლება C1-ის დონეზე საუბრობს თქვენი შვილი, მაგრამ რაღაცა აქვს ჩავარდნები აი ამ გრამატიკაში თუ რაღაცა accuracy არა აქვს, ხო? ამიტომ ვაკეთებთ ახლა free advance, რომ ეს ჩავარდნები ამოვავსოთ, გამოვასწოროთ. ამ განმარტებას როცა ვადა სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ შესაძლებელია გაკვეთილზე იგრძნო, რომ რაღაცა შენთვის მარტივია, ვთქვათ, vocab ტექსტი ან მოსასმენი დავალება, მაგრამ ჩვენი მიზანი ხო ის არის, რომ რაღაცა აი ამ შენიშნის გეფები ამოვავსოთ, ხო? მოდით ჩვენ ესე მივუდგეთ ახლა ამ კურსს, რომ აი ეს არის ჩვენი მიზანი და ამაზე ვიმუშაოთ. და ალბათ მათაც აინტერესებდა უნდათ რომ ეს კი, მე ანუ ესეთი დამოკიდებულებით რო შედის უკვე სტუდენტი გაკვეთილზე, იმას აღარ აქვს პრეტენზია, რომ ჩემთვის ადვილია, ან ხო რაღაცა რატო ვაკეთებ სადაც და აღარ მინდა. კი. შვენიერი. მაშინ გადავიდეთ ახლა ჩვენს სწრაფ ბლიცზე და მითხარი რა გირჩევი. პირველი ეს თითქმის ყოველთვის ვეკითხები, ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული ინგლისური? ბრიტანული. ონლაინ გაკვეთილი თუ ოფლაინ? აუცილებლად ერთი უნდა ვთქვა, ხო? გაიცი რა, შეგიძლია. ორივე. კაცრი მასწავლებელი თუ მეგობრული? მეგობრული. რაც ვისწავლე, მან ხუჩიას განსხვავთა შორის დავესწორი. კი. მივხვდი რა არის მეგობრული მიდგომა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ ხანდახან მე მაქვს რაღაცა სიხისტი, არ ვიცი საიდან, ალბათ შეიძლება აღწი, არ ვიცი ხო საიდან რაღაცა მქონდა ეს როგორც მასწავლებლას და მანას რო დავესწარი, მივხვდი რომ ეს ძალიან დიდი ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა მასწავლებლისთვის და გავითვალისწინე და ვითვალისწინებ, რამდენადაც გამომდის, რა ვიცი, ეს ჩემო სტუდენტებმა თქვა. დავალება, კი თუ არა? კი. წიგნები, ან დაბეჭდილი წიგნები თუ PDF-ები? დაბეჭდილი. კარგი. ეგ არის. მაგრამ ჯერ ამითი არ მორჩენილვართ. იცი ხო, ჩემი ერთგვარი ის რო გახდა ტრადიცია, ესე ვთქვათ, სიმბოლური საჩუქრები. ხო, ყოველი პოდკასტის ბოლოს
ესე ვთქვათ, ვცდილობ რომ რაიმე мотиваციური ჩუქოს. სასიამოვნოა. ჩემს სტუმარს Never Stop Dreaming შეხვდა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა. არ მინდოდა ის დასრულება პოდკასტის. არც მე. ხო, მეორე კითხვა მქონდა კიდევ, მაგრამ ძალიან გამომზოლდება. მერე გავაკეთოთ part 2 და აუცილებლად. სასიამოვნებით ნუცა. კიდევ ერთხელ მინდა რომ მართლა ის გულწრფელი მადლობა გადაგიხადო. ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის და მოწვევისთვის და მართლა ძალიან მესიამოვნა და ჩემთვის ვფიქრობ, რომ აი რაც აღნიშნეს პროფესიული განვითარების გზა ხო? შენი პოდკასტი აუცილებლად მონაწილეობა მიიღო უკვე ამაში, იმიტომ რომ ხო, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამის გაგონება. გაზიარება და ხო. კი, აუცილებელია. მადლობა. მადლობა შენ. ესე დასრულდა დღევანდელი პოდკასტი. მოკლედ თუ დაგაინტერესათ ვიდეომ და თუ მე მგონი მართლა ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს როგორც ინგლისური ენის სწავლელებმა, ასევე მასწავლებლებმა, გააზიარეთ ჩვენი ვიდეო და ლაიქეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ. შემდეგი პოდკასტი კი დაიდება შემდეგ ორშაბათს YouTube-ზე. კარგად.